მშვიდობისა თქვენ უსმენთ პოლიტიკას თიასი ჭინავასთან ერთად ჩვენ საუბრობთ გლობალურ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული პოლიტიკის ჭრილში. ეს არის წელს პირველი გადაცემა, ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და გილოცავთ ახალ წელს, ულოცავ რადიო იმედს ახალ წელს უსურვებ წარმატებას და ქვეყანას პირველ რიგში იღბალს წარმატებას და მართლა მშვიდობიანი და წარმატებული წელი ყოფილიყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის. რამდენადაც წარმატება ვისურვებ, იმდენად ესე ვთქვათ ხელი სტარტი აღმოჩნდა 2026 წელი, როგორც გლობალური მასშტაბით, ისე ქვეყნის შიგნითაც. მოდით მაინც პირველ რიგში ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენებით დავიწყოთ საუბარი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი ექსპერტი დავით ჩიხელიძე, მოგესალმებით ბატონო დავით, გმადლობთ სტუმრობისთვის. აი გუშინ გავიგეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც ედავებოდა პროკურატურა გარკვეულ მუხლებს, სასამართლომ შეუფარდა 5 წლიანი პატიმრობა. ეს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მოხდა ეს გარიგება და ის უკვე გადაყვანილია საპატიმროში, მან აღიარა, ესე ვთქვათ, ბრალი და მივიღეთ ესეთი სურათი. ანუ წლის ბოლოს ჩვენ ვიხილეთ როგორ დააკავეს სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლი ლუაშვილი. მანამდე საზოგადოებამ იცის რომ დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუან შერბურჭულაძე. არაერთი მაღალჩინოსანი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის მინისტრების მოადგილეები. ხელისუფლება ამას ყველაფერს ასე ასათაურებს, რომ ეს არის კორუფციასთან დაუნდობელი და უკომპრომისო ბრძოლა. მაგრამ აქ არის მეორე საკითხი. ერთი ეს არის თქვენი უბრალოდ ამომრჩევლის რეაქცია, ანუ მიღება ამ ამბების, როგორ იღებს ის, იმიტომ რომ ამ ადამიანებს წლებია იცნობს, ქართული ოცნების ამომრჩეველი განსაკუთრებით შეიძლება აღინიშნოს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ქართული ოცნების დაარსების დღიდან არის ამ პარტიაში და ასევე მეორე არის პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ და როგორ იქნება აღქმული ამომრჩევლის მხრიდან ეს პასუხისგებლობის საკითხი ხელისუფლებასთან მიმართებაში. აი, თქვენი შეფასება როგორი იქნება ამ მიმდინარე პროცესებზე? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამწუხარო რომ მოხდა მსგავსი ფაქტი, მაგრამ აქ ჩანს, რომ კანონის უზენაესობა არის ქვეყანაში ნომერ პირველი და კანონზე მაღლა ვერ დგება ვერავინ. აქ ერთი ნიშანდობლივია, რომ კონკრეტულად ღარიბაშვილის შემთხვევაში მას არედება ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ან რაიმე კორუფციული გარიგებაში შესრულებას მას დება ბრალად გარკვეული თანხების არალეგალურად მიღება. შესაბამისად, მას ვერ დავადნაშაულებს ჩვენ, რომ მან გადაამეტა თავის უფლებამოსილებას. რაც შეეხება ამორჩეულ თვალში ამ ყველაფერს ამორჩეული ხედავს, რომ რეალური ანუ იდგმება რეალური ნაბიჯები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც რა თქმა უნდა გააძლევს ჩვენს ქვეყანას და სამომავლოდ განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანს. ჩვენ ხედავთ, რომ საერთაშორისო კვლევებში და ინსტიტუტების ანგარიშებში საქართველო არის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებზე. და სწორედ ეს პროცესი უფრო გამყარდეს, იგივე ბიზნესი შემოვიდეს უფრო აქტიურად საქართველოში და ასე შემდეგ, საჭიროა დაინახოს ქართულ ამორჩეულმა და ასევე უცხოელმა პარტნიორებმა, რომ ჩვენთან რეალურად რაღაც გადაცემები თუ არსებობს, მასზე პასუხის ადეკვატური და არავის არ ეპატიება, იგივე ხალხის ხარჯზე გამძიდრება ან გარკვეული არამართებული ჩარევა ბიზნესში და ასე შემდეგ. და ამ ყველაფერს მართავს რომ ქართული ამორჩეული სწორად მიიღებს, რომ ეს თქვენ რაც თქვით კანონის უზენაესობა და როგორც ხელისუფლება ამბობს, კორუფციასთან ბრძოლა არის მთავარი საფუძველი ამ მოქმედებების. ეს სწორად არის იქნება გაგებული ამორჩევლის მხრიდან? ანუ რეალურად ჩვენ ყველა დაკავების უკანასკნელად არის კონკრეტული ფაქტები. ეს არ არის, ანუ იგივე ღარიბაშვილის შემთხვევაში მან ითანამშრომლა გამოძებასთან და აღიარა დანაშაული. ანუ ეს მიანიშნებს, რომ აქ არ არის არანაირი რაღაც შეთხზული საქმეები, შეკერილი საქმეები და ასე შემდეგ. ანუ ეს არის წმინდა სამართლებრივი დავა, არის გარკვეული ფაქტები, რომლებიც მოახდინეს შესაბამის ორგანოებმა რეაგირება. ოპოზიციის რაღაც ნაწილი შეთხზულს არა, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ ჩვენ თუ ოპოზიციის პოზიციებს გავყვებით, ნახავთ, რომ მათ ფაქტობრივად საქართველოში მდიდარ მოვლენებზე, ანუ თავისი ილუზია აქვს შექმნილი და ცხოვრობენ რაღაც სხვა სამყაროში. ამიტომ მათ რო გავყვეთ არასერიოზულიც კი იქნება. ოპოზიციას მე შევეხებით. ანუ ჩვენ ერთი მხრივ საუბრობთ ქართული ოცნების ელექტორატზე, როგორი მოქმედებს ეს პროცესი და მეორე მხრივ იმ ამომრჩეველზეც როგორი მოქმედებს, რომელსაც აი მაგალითად აი შუაში სტურს რასაც ეძახიან, ანუ არც ოპოზიციის მხარდამჭერად არ იგულისხმება და
არც ხელისუფლების ასეთი რაოდენობა ამომრჩევლების სოლიდურია საკმაოდ. არა მარტო საქართველოში, ზოგადად ბევრი კვლევაც აჩვენებს, რომ შუა რგოლი არსებობს, რომელთაც არ აქვთ ასე ვთქვათ გამოკვეთილი პოზიცია ამა თუ იმ პარტიის მიმართ. ოპოზიციაზე არ ვსაუბრობ როგორი მოქმედებს ოპოზიციის მხარდამჭერებზე. ეს ორი რგოლი არის, ეს ორი სეგმენტი არის საინტერესო. ერთი არის ქართული ოცნების ამომრჩეველი, რომელსაც შეიძლება რაღაცა გარდა პიროვნული სენტიმენტებიც ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანის მიმართ. ეს ერთი და მეორე არის ადამიანები, რომლებიც ამ არჩევნებზე დადიან, ან არ დადიან იმის გამო, რომ კონკრეტული პოზიცია არ გააჩნიათ. ქართული ოცნების ამომრჩეველი რეალურად მიბული არის ერთი კონკრეტულად პარტიასთან და იდეასთან. არა პერსონალიებთან? დიახ. უმეტეს შემთხვევაში რა თქმა უნდა იქნება რაღაც გარკვეული პროცენტი, მაგრამ საკმაოდ დაბალი პროცენტი, რომელიც უშუალოდ პიროვნებას არის ასე ვთქვათ მიბული და მის გამო აძლევს ხმას კონკრეტულ პარტიას, როგორც ოპოზიციაში, ასევე მართულ გუნდში. მაგრამ დიდი ნაწილი ქართულ ოცნებას, რაც განასხვავებს მას სხვა პარტიებისგან არის, რომ ამორჩევლის დიდი ნაწილი მას ეთანხმება მის იდეოლოგიას, იგივე მშვიდობის პოლიტიკას, პრაგმატულ პოლიტიკას და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ამ კუთხით ოცნებაზე ვერ იმოქმედებს უარყოფითად. რომ ის არ დაკარგავს არსებულ ამორჩევლებს და მეორე კუთხე როცა დაინახავს ის ნეიტრალური ადამიანი ასე ვთქვათ რომელიც არჩევნებზე არ მიდის მიდის და პირდაპირ არ აფიქსირებს პოზიციას ის რომ დაინახავს რომ რეალურად იძებება ნაბიჯები და კი არის მხოლოდ სიტყვები არამედ საქმეც შესაძლოა მათ გარკვეული ნაწილმა რადგან მეორე მხარეს ჩვენ ხედავთ არის ოპოზიცია რომელიც მხოლოდ არის ცარელი საუბარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ და ეს ნაწილი გადაწყვეტს რომ ქართულ ოცნებას ის გუნდი რომელსაც შეუძლია სახელმწიფო განავითაროს შესაძლოა რაღაც კუთხით არ ეთანხმებოდნენ და არ მოწონდეთ ოცნებაში მყოფი კონკრეტული პიროვნებები მაგრამ ოცნების პოლიტიკა რასაც დღეს ატარებს უკვე აღიარებული არა მხოლოდ მოსახლეობის ნაწილის მიერ არამედ საერთაშორისო აქტორების მიერ და ჩვენ ხედავთ რომ იგივე დასავლეთში აქტიურად მის მოლაპარაკება რუსეთთან დიალოგი არის აუცილებელი ასევე ეს სამშვიდობო პოლიტიკა არის აუცილებელი და დღეს ის რომ ჩვენთან პირობითად გვაქვს მის ფუფუნება რომ თუნდაც ახალი წელი ესე აღმოჩნდა როგორც აღინიშნა დღეს ჩვენთან იგივე ბერლინში და ასე შემდეგ ელემენტარული შუქი არა აქვს მოსახლეობას და გათბობა არა აქვს და უკვე ეს ნიშნავს რომ ოცნების პოლიტიკა იყოს სწორი და თუ შენ გინდა თუნდაც ნეიტრალური ამორჩეველი იყო რომ შენი შვილები, შენი ახლობლები და ზოგადად ქვეყანა ხვალ იყოს კიდევ უფრო უკეთესი, უნდა გაუგრძელო მანდატი ქართულ ოცნებას და უნდა მიце ხმა მას, რადგან ის არის ერთადერთი გარანტი დღევანდელ მოცემულობაში, რომელსაც შეუძლია ქვეყანა რაღაც რყევებს გადაარჩინოს, აარიდოს და განავითაროს. კი ბატონო, ხო, მაგრამ საარჩევნო ბიულეტენზე მხოლოდ ქართული ოცნება არ არის სხვა პოლიტიკური პარტია. ეხლა მოდით პოლიტიკურ პარტიების მდგომარეობასაც შევეხოთ, რომლებიც დღეს არიან პოლიტიკაში. ოპოზიციას გულისხმობ, მათი პერსპექტივა როგორ გესახებათ 2026-ში. დაწყებული წინა წლიდან მოყოლებული გადმოუყვეთ, როგორც დაამთავრა ოპოზიციამ 2025 წელი და როგორ იწყებს ეს 2026 წელს. ახლა გუშინ მაგალითად ერთ-ერთი მთავარი ახალი ამბავი იყო ის, რომ ნაციონალურ მოძრაობაში კვლავ საკადრო ცვლილება უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ თინა ბოკუჩავამ ეს არ დაადასტურა და უარყო. თუმცა ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ნაციონალურ მოძრაობის შიგნით მიმდინარე პროცესები და გამორიცხული არაფერი არ არის. როგორ ფიქრობთ, მით უმეტეს ქართული ოცნების საკონსტიტუციო საარჩევნიც წინ გვაქვს, რა პერსპექტივა აქვს, ჯერ მოდით ვთქვათ ნაციონალურ მოძრაობაზე, იმიტომ რომ მაინც გარკვეული ტონის მიმცემი ოპოზიციაში არის ნაციონალური მოძრაობა. ამ პარტიას რა პერსპექტივა აქვს და შემდეგ უკვე სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც რა შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ამ საარჩევნებს, რომელიც შეიტანა მართლმა გუნდმა. რეალურად ჩვენ იგივე აი საგამოძიებო კომისია როცა შეიქმნა პარლამენტში და მას უსმენდით იყო ისეთი განცდა რომ რაღაც მოусმენდი კონკრეტულ საქმეს და ქონდა წარმოდგენა რომ ამაზე ცუდ და უარეს ვეღარაფერს ვეღარ გაიგებთ. და მეორე დღეს კიდევ უფრო მტკივნეული ისტორიები იყო და უფრო დიდი ტრაგედიები იყო მოთხრობილი. შესაბამისად უკვე იქ მრავალ საკითხი გამოიკვეთა ის რომ მათ ერთ მხრივ დაარღვეს როგორც კონსტიტუცია ასევე ადამიანის უფლებები. და ახლა მე არ შევალ წმინდა სამართლებრივ დავაში, მაგრამ ეს მე გაწყოს სასამართლომ რა თქმა უნდა წინასწარი მოცემულობა რაც არის და რაც ჩვენი ყურით მოვისმენთ და ჩვენი თვალით ვნახეთ არსებობს დიდი ალბათობა იმისა რომ ნაციონალური მოძრაობა იქნეს აკრძალული და მასთან დაკავშირებული პირებს აეკრძალოთ პოლიტიკაში მონაწილეობა, რადგან რეალურად ჩვენ ხედავთ რომ ნაციონალური მოძრაობა იყო კრიმინალთა თავშეყრის ადგილი ასე ვთქვათ და ისინი მართავდნენ ქვეყანას და პოლიტიკა რეალურად არის ხალხის ზრუნვა და არა ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა.
შესაბამისად ბუნდოვანი არის მათი პერსპექტივა და ასევე პიროვნულად გარკვეული პირებიც, რომლებიც იმ პერიოდში რაღაც გარკვეულ თანამდებობას იკავებდნენ. ამიტომ ნაციონალურ მოძრაობაზე რომ 26 წელს ანუ რებრენდინგი განხორციელდება, იქ თავმჯდომარე შეცვლა თუ რა შეცვლა, დიდი მნიშვნელობა ჩემს თამაც არ აქვს, რადგან ჩემი პოზიცია არის რომ სრულიად საკმარისია ის საქმეები, რაც მათ წინააღმდეგ არის, რომ მათ აეკრძალოთ მონაწილეობა არჩევნებში და პოლიტიკაში, რადგან მსგავს პრეცედენტი იგივე მსოფლიოში არსებობს და ჩვენ რაღაცა განსაკუთრებულ არაფერს არ ვიგონებთ. ერთხელ და სამუდამოდ ანუ ისტორიის გაყალბების უფლება არავის არ აქვს და ჩვენ დავიხოთ თავის სახელი ყველაფერს და ჩვენ თავი ზუსტად უნდა იცოდნენ ვინ სად დააშავა, ვინ რა გააკეთა ქვეყნას და ანუ ვისაც მადლობა ეკუთვნის, მადლობა გადავხადოთ, ვისაც სასჯელი ეკუთვნის, ადეკვატური სასჯელი მას უნდა მივცეთ. კი ბატონო, ეს ანუ თქვენ მაინც ფიქრობთ რომ 2026 წელი იქნება გარკვეული გარდამტეხი პროცესი საერთოდ ნაციონალურ მოძრაობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი? თავისახად ასე არის, ანუ საკონსტიტუციოსაც თავის ვადები აქვს, რომ ეს სასჯელი განეხილოს და ჩემი პირადი პოზიცია, რა თქმა უნდა, ახლა წინასწარ ძნელია ისაუბრო გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ პირადი პოზიცია არის იქიდან გამომდინარე რა საქმეებიც გაჟღერდა და რა საქმეებიც განიხილებოდა საკანონმდებლო კომისიაზე, იქ რა ისტორიებიც მოვიცნოთ, რომ ამ ადამიანებს აქვთ სერიოზული დანაშაულებები ჩადენილი, თან ეს არის არა ერთგზის, არამედ მრავალგზის და ხშირ შემთხვევაში ეს ხომთლიანი ვერტიკალი მოქმედებდა კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ, კონკრეტული საქმის, ანუ ესე ვთქვათ, შეკრებას ახდენდნენ და ეს არ იყო გამონაკლისის შემთხვევები და ეს ვერ იქნება პირობითად ერთი ან ორი პიროვნების დანაშაული მხოლოდ. რადგან ამათ კონდა ხო მასშტაბური ხასიათი და სისტემური სახე. კი ბატონო, ამ სარჩელში, საკონსტიტუციო სარჩელში მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობა არ არის. იქ არის ლელო და კიდევ ნაციონალურ მოძრაობის განშტოებები. ალბათ დროას კი ბატონო. და ეს ახლებიც რა გარკვეული წლით. აი ამ მიმართულებით, ანუ როგორც ჩანს ეს მაინც ერთიან კონტექსტში მოხდება ამ სარჩელის განხილვა. თუ საკონსტიტუციო სარჩელის პასუხი იქნა, აი თქვენ მოლოდინი, რასაც ემყარება რომ დააკმაყოფილებს ამ სარჩელს საკონსტიტუციო სამართლოს თეორიულად განვიხილოთ თუ ასეთი რამე მოხდება, ამ შემთხვევაში პოლიტიკური ველი, ოპოზიციური პოლიტიკური ველი როგორ წარმოგიდგენიათ? ანუ რა ოპოზიციური პოლიტიკური ველზე შესაძლოა დარჩეს, ანუ პიროვნებები ცალკეული ლელოდან შესაძლოა ყველა არ იქნას აკრძალული, რა თქმა უნდა და კონკრეტული პირები დარჩნენ ისე პოლიტიკაში. ანუ აკრძალული როგორც პარტია. დიახ. და მათ არ აეკრძალოთ, მე ვიძახე კონკრეტულ პირებზე არ აეკრძალოთ პოლიტიკაში მონაწილეობა. იგივე ანუ გირჩი გახარია დიდი ალბათობით პოლიტიკაში დარჩება და ასევე ანუ არის იქ რამდენიმე გახარია ისედაც არის პარლამენტში ახლა და პარლამენტში დიახ. და ასევე არის რამდენიმე პოტენციური კანდიდატები, რომლებიც შესაძლოა თუნდაც ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოთ. ისინი მიიღებენ ამ ახალ რეალობას და მოცემულობას, თქვენ ესე ფიქრობთ? მიიღებენ, რადგან რეალურად დღეს უკვე ყველა თუნდაც ავიღოთ აი გირჩის მაგალითი, ისინი ანუ უკვე ხვდებიან, რომ იგივე ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციაში ყოფნა, მათთან მონაწილეობა უფრო დამაზიანებელი მათი იმიჯისთვის, ვიდრე პოზიტივის მომენტანი. შესაბამისად, მათთვის უმჯობესია რაც მალე დაიწყებენ დამოუკიდებელ თამაშს, უფრო დიდი შანსი აქვს, რომ იგივე მოხვდნენ პოლიტიკაში, იყვნენ დიდ პოლიტიკაში და მართონ კონკრეტული პროცესები, ვიდრე იყვნენ ნაციონალურ მოძრაობის ჭრილში და ისინი იქნება ვერასდროს ვერ გამოვლენ, რადგან ნაციონალური მოძრაობა ვისაც კი მიიკედლებს, ასე ვთქვათ, კოალიციაში შეიყვანს, ან ყველას ჭამს და საბოლოოდ მარტო თვითონ არიან წინაპლანზე. ამიტომ მათ ერთ-ერთი შანსი რჩება და ერთ-ერთი გზა რომ თავისი თუნდაც პიროვნული განვითარების კუთხით, თუნდაც პარტიული განვითარების კუთხით მიიღონ დამოუკიდებლად მონაწილეობა ანუ პოლიტიკურ პროცესებში, არჩევნებში ასე შემდეგ და გააძლიერონ თავიანთი გუნდი და თავიანთი ხედვები. კი ბატონო, მოდით ახლა გადავიდეთ იმ პროცესებზე, რაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხდება, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ცალკე პროცესი, საკმაოდ საინტერესო პროცესი, მაგრამ ვერ განვიხილავთ საქართველოს გარეშეც, იმიტომ რომ გლობალური პროცესები გავლენას ახდენს კონკრეტულ ქვეყნებსაც, მათ შორის საქართველოსაც, რომელიც ვერ იქნება, ასე ვთქვათ, გამოყოფილი მსოფლიო პოლიტიკისგან. ნუ აღნიშნე კიდევაც რომ 2026 წელი საკმაოდ ხმაურიანად დაიწყო ტრამპმა პირველ რიგში ეს ვენესუელა სპეცოპერაციას გულისხმობ, მე შემდეგ უკვე პროცესები, რომელიც კუბისა და გრენლანდიის მისამართით მიმდინარეობს და
თალკი აღსანიშნავია ევროკავშირი და მისი, ესე ვთქვათ, როლი ამ თანამედროვე გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკაში, რომელიც სრულიად ამოყირავებულია იმ გეოპოლიტიკისგან, იმ საერთაშორისო სამართლის წესებისგან, სოფლიო წესრიგისგან, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით ბოლო რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში. მოდი პირველ რიგში დავიწყოთ ევროკავშირით, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე турბულენტური და გართულებული ურთიერთობა საქართველოს აქვს ევროკავშირთან, რომელში გაწევრიანების მიზანი და სურვილიც გამოთქმული აქვს საქართველოს და ეს კონსტიტუციაშიც გვიწერია. ფიქრობთ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები გავლენას მოახდენს ევროკავშირის შიგნით პოლიტიკაზე, რომელიც, ესე ვთქვათ, იდეალურ მდგომარეობას ახლა არ განიცდის, ეს არავისთვის სასამალი არის და თვითონ ევროკავშირის ლიდერშიპით საუბრობს ამის შესახებ. ანუ ცალკეული ქვეყნის ლიდერებს გულისხმობთ. იმოქმედებს თუ არა ეს გლობალური პროცესები, გადაწერილი საერთაშორისო სამართალი და დღის წესრიგი მათ დამოკიდებულებაზე თუნდაც ისეთი ტიპის ქვეყნებთან, როგორც არის საქართველო. რეალურად ტრამპის არჩევის შემდეგ ევროკავშირი დადგა სრულიად განსხვავებული მოცემულობის წინაშე. ფაქტობრივად ისინი თუ ამერიკასთან ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყვნენ პარტნიორულ ურთიერთობაში მეტნაკლებად, მაგრამ მაინც პარტნიორული ერქვა ურთიერთობას. დღეს ხედავენ, რომ ისინი არიან უმნიშვნელო მოთამაშეები და რომელთა გავლენაც აქვს ამერიკას და ევროკავშირის პოზიციებს. ამერიკა არ თითქმის არაფერს არ ეთვალისწინებს. თუნდაც ახლა ვიღოთ ამერიკის მიერ დატოვებული 66 საერთაშორისო ორგანიზაცია. ამაზე ცალკე მინდა კითხოთ აუცილებლად. დიდი ორგანიზაცია ესეც ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკამ შექმნა საკუთარი დღის წესრიგი, რომელსაც მოქმედებს და ის არაპირებს გაითვალისწინოს კონკრეტული გაერთიანებების თუ ქვეყნების განსაკუთრებით ევროპის, რომელიც ყოველთვის ბალანსის პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური მოთამაშე იყო მსოფლიოში. თავარი დღესაც ჩვენ მივიღეთ სამწუხაროდ ევროკავშირი ადრე ეკონომიკის კუთხით ანუ მსოფლიოს წამყვან ძალას წარმოადგენდა და დღეს ევროკავშირში ანუ ეკონომიკა ფაქტობრივად ანუ ისეთი ნელი ტემპით ვითარდება რომ შეუძლია მას რეგრესია უფრო უწოდოს ვიზა განვითარება ის აღარ არის წამყვანი ფინანსური მოთამაშე ანუ იგივე ჩინეთის ფონზე და გრენლანდიის საკითხი რომელიც რეალურად შესაძლოა გახდეს ამერიკასთან ერთ-ერთი სერიოზული დაპირისპირების საგანი და სწორედ ეს იყოს ის გადამწყვეტი მომენტი რომელიც მათ ურთიერთობას გაუარესებს, რადგან უსაფრთხოების დოქტრინაში პირდაპირ უწერია ტრამპს, რომ ევროკავშირთან ძალიან არასასურველი მდგომარეობა აკავშირებს ამ ეტაპზე ამერიკელებს და. დიახ, ანუ ეს რეალურად ესკალაცია არც მხარეს არ აწყობს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ კონგრესში მიიღეთ კანონპროექტი, რომ განეხილება როგორც 53 შტატად მიიღება. გრენლანდიის, დიახ. ინიციატივა მოახდინეს და ეს ასევე მნიშვნელოვანია სტრატეგიულად ევროკავშირისთვის, რადგან თუ გრენლანდია დაიკავა ამერიკის შეერთებულ შტატებმა უკვე ეს ეჭვსაჩენს ზოგადად ევროკავშირის სიძლიერის მიმართ და ის მსოფლიო გლობალურ ველზე ჩნდება ერთ-ერთი როგორც სუსტი მოთამაშე. მე მგონი გრენლანდიის გარეშედაც ესე ჩანს, იმიტომ რომ ბევრ საკითხებში უკვე ერთია რომ გეგონოს სუსტი და მეორე რომ იცოდე რომ ნამდვილად სუსტი არის და ანუ დადასტურებულად მოხდეს ეს. დადასტურებულად მოხდება რომ შორის თუ მიადევნეთ თვალყური გერმანია და ბრიტანეთი განიხილავდნენ სამხედრო ძალების გაგზავნას გრენლანდიაზე. განიხილავდნენ, მაგრამ დღესაც კი ევროპაში დაახლოებით 100,000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ანუ რომ გაგზავნოთ თუნ ევროპას თავისი ჯარები ისე ყავს შემცირებული რომ რესურსი არ ანუ ადამიანური რესურსი არ გააჩნიათ მათ რომ თუნდაც აწარმოონ გრძელვადიანი საომარი ვითარება ხარ როგორც რამდენიმე წელი ესტონეთს თქვა რომ თუ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება რამდენიმე ასეული ჯარისკაცი გავგზავნით უკრაინაში ანუ ეს ხომ უბრალოდ ზღაპარია 200 და 300 ჯარისკაცი ფონს რა თქმა უნდა ვერ შეცვლა შესაძლოა ამ ქვეყნებს სამხედრო ძალა ამერიკის გარეშე არ გააჩნიათ მეორე მომენტი აქვს ნატოს კუთხით თუ მოხდება თავდასხმა მისწერ ქვეყანაზე, მაშინ უკვე ნატო ამერიკის შეერთებული შტატების ომი ძალიან რთულად წარმოსადგენია და სოფლიოს. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა სამხედრო გზით მოხდება მაინც თუ მაინც მოიძებნება სხვა საკითხი? ერთ-ერთი ვარიანტი არის ფინანსური. ტრამპი უკან არიხავს როგორც ხედავთ. ფინანსური ანექსია არის ერთ-ერთი შესაძლო სცენარი, რომ ამერიკამ როდ მოახდინოს რაღაც 60,000-მდე კაცი ცხოვრობს და მათ ფინანსური წახალისება რომ თვითონ მათ მოითხოვონ რომ ჩვენ მზად ვართ და ვითხოვთ რომ. კი, ტრამპი იმას ამბობს, არსებობს მარტივი გზა, არსებობს რთული გზა. ნუ რთულ გზაში მივხვდით რაც იგულისხმება, მაგრამ რთული გზა ამ შემთხვევაში ევროპისთვის და არა ამერიკისთვის. ეს იგულისხმა ტრამპმა? კი, ანუ
რადგან დღევანდელი მოცემულობით ევროპას არც ფინანსური რესურსი არ აქვს, არც ადამიანური რესურსი არ აქვს, რომ მან აწარმოოს რაიმე გრძელვადიანი და ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაცია. განსხვავებით ამერიკისგან, რომელიც ეხლა სამხედრო ბიუჯეტი გაზრდილია მნიშვნელოვნად ამერიკის და ეხლა ხანს დაამტკიცეს და მათ პირიქით ასე ვთქვათ თავისი ქვეყნის ბიუჯეტი დაგეგმეს საომარ ვითარებაში და ომზე მორგებულად. კი ბატონო, ეხლა ერთ-ერთი საკითხი რომ ხო ამ ფონზე მოდით უკრაინა-რუსეთის ომის პერსპექტივა არ დაგვავიწყდეს როგორ იქნება დასასრულის დასაწყისი გამოჩნდა თუ არა. ნუ ყოველ შემთხვევაში 2025 წლის ბოლოს როდესაც მოლაპარაკების პროცესი დაიწყო თითქოს იმედიც გაჩნდა რომ რაღაც კონკრეტული ძრვა მოხდებოდა ამ მიმართულებით. ტრამპს კი ჰქონდა დაპირება რომ როგორც კი აიჩევდნენ მას მალევე დაასრულებდა ამ ომს. მაგრამ აღნიშნა ისეთი მარტივიც არ აღნიშნა როგორც მოელოდა. აი როგორი იქნება პროგნოზი 2026 წელს? უკვე მეხუთე წელი მიდის, დაიწყება მალე, რაც ეს ომი მიმდინარეობს. რეალურად უკრაინელების განწყობა ერთი ის არის, რომ მათ ომი მოპეტრდათ, ასე ვთქვათ, რომ რეალურად ხედავენ განადგურებულ ქვეყანას წინსვლა არ არის, პენსიები ვეღარ გაიცემა, იქ რაღაც არის გარკვეულ უბნებს, სადაც შუა ცეცხლზე აკეთებენ საჭმელის მოსახლეობა, იმიტომ რომ არ არის შესაბამისი პირობები და ასე შემდეგ. უკრაინა სურს არჩევნები სურს შემდგომ უკვე რაღაც სამართლებრივი გადაწყვეტა ამ ყველაფრის და თუნდაც ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე განვითარება. და დღეს ამას უკვე არა აი ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე ამაზე არსებობს კონსენსუსი ბოლოს რამდენადაც მახსოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაცია აპელირებდა იმ სოციოლოგიურ გამოკითხვაზე რომლის მიხედვითაც თითქოს უკრაინის მოსახლეობა პირიქით აკეთებდა აქცენტს რომ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის ხარჯზე მათ არ სურთ არანაირი დიალოგი და მოლაპარაკების წარმართვა. აქ არის ამდენი გამოკითხვა რეალურად. სადაც ძნელია გაიგო რომელი მხარე არის მართალი და რომელი თქვენ რომ გარკვეულ გამოკითხვებში არის სადაც მოსახლეობა უბრალოდ დაიღალა ომით და თანახმარის ოღონდ დარჩეს ის ტერიტორიები რაც ამჟამად არის რუსეთის მხარეს და გაიყინოს კონფლიქტი და უბრალოდ რადგან შეთანხმება იყო რუსეთ-ამერიკის ისეთ რომ დონბასი თუ არ ვწდები რომელსაც დღეს არ აკონტროლებს რუსეთს უნდა გადაცემულიყო რუსეთს და ამის წინააღმდეგებნი არიან რა თქმა უნდა მაგრამ ეს უბრალოდ შეთანხმების საგანძილო სავაჭრო თემა იყოს და მეტი არაფერი სპეკულაციისთვის რეალობა ის არის რომ უკრაინაში ანუ ფიზიკური ძალა რომელიც ომში წავა იწურება უკრაინელნელა რადგან მათი ნაწილი იგივე საქართველოშია წამოსული პოლონეთშია ევროპაშია ამერიკაში და ასე შემდეგ ტრამპს თქვა რომ დააბრუნოს რომ გარკვეული პირები უკრაინაში რომ იომონ მათ რადგან ჩვენ მათ ფულს ვაზრობთ და ეს ყოველ ჯერზე ახსენებს ამას ზელენსკის თუ ახლაც განაცხადა დიახ მერცმა რომ უკრაინელი მოწავდნენ არა ევროპის ქვეყნებში არა მოწავდნენ ფრონტის ხაზზე ანუ ამ უწურავი არ არის ადამიანური რესურსი ეს უნდა სწორად უნდა გვესმოდეს და უკრაინაც უკვე 4 წელი იყო შენ თავდაცვის პოზიციაში საკმაოდ რთული არის და ერთი არის დანაკარგი რომელიც ჩვენ ვწრილობთ და მეორეა რაც არსებობს ბრძოლისველზე ეს არის მარტო გარდაცვალება ეს არის დაკარგვა დასახიჩრება ასე შემდეგ და ბრძოლისთვის უღუნარნი არიან. ტრამპმა ბოლოს თუ გავიხსენებთ ერთი რაც თქვა რომ ზელენსკის აქვს ერთადერთი კოზირი ეს არის ტრამპი. ბოლოს ეს კომენტარი გააკეთა რა მინიშნება იყო ეს თქვენი აზრით? ანუ რეალურად უკრაინას ხომ ფინანსები არ აქვს. დიახ. არის ძირითადად დამოკიდებული შემომწირველები. ეს შემომწირველები არიან ევროპელები და ყველა დიდი შემომწირველი იყო ამერიკა. ტრამპის მოსვლის შემდეგ განაცხადა ტრამპა რომ ის აღარ დაეხმარება ზელენსკის და პირიქით შეთანხმებას ჩადებულია პუნქტები რომ ის დახმარებაც კი რომელიც გაწეულია ამერიკის მიერ უნდა დაუბრუნდეს უკან გარკვეული პროცენტებით. ევროპას იმის რესურსი არ აქვს რომ 2 და 3 წელი თუნდაც ამერიკის დახმარება ჩაანაცვლოს და სრულად მას იყოს დამოკიდებული უკრაინა. ამიტომ ყველასთვის კარგი გამოსავალია თუ უკრაინაში ომი დასრულდება და ეს ფინანსური ნაწილიც იგივე ევროპაც დანაკარგები აღარ ექნება, ეხლა ორბანი რომ იყო წინააღმდეგი 90 მილიარდის გამოყოფაზე. ეს თანხა ხომ საბოლოოდ მაინც გადასახდელი არის ევროკავშირის მიერ, ანუ პროცენტები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ უკრაინაში თუნდაც დღეს ომი დასრულდეს არ ნიშნავს რომ ის ხვალდაზე უკვე იქნება აღდგენილი და რაღაც ეკონომიკური მოგებას ბატონო ამას ძალიან დიდი ხანძრები დასჭირდება. შესაბამისად ტრამპის იმიტომ რომ კოზირი რომ ტრამპის გარეშე ეს ომი ვერ გადაწყდება ფიზიკურად, რადგან ერთი ან ფინანსები უნდა მიცეს ამერიკამ, ან უნდა დაამყაროს მშვიდობა. გასაგებია. და ბოლოსკენ აუცილებლად მინდა კითხოთ, თქვენ საუბრისასაც ახსენეთ, ამერიკამ 60-ზე მეტი ორგანიზაცია დატოვა. და ერთ-ერთი რომელზედაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, ეს არის ვენეციის კომისია.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ძალიან აქტიურად განვიხილავთ ჩვენ საქართველოში და ოპოზიცია ძალიან ხშირად აპელირებს მასზე, ბევრ კანონთან დაკავშირებით. ოპოზიცია იღებს როგორც ჭეშმარიტებას ამ ყველას. კი ბატონო. აი ეს რა განაცხადია საქართველოს ტიპის ქვეყნებისთვის, როდესაც ამერიკა ესეთ საკმაოდ ესეთი ეპითეტებითაც მოიხსენიებენ უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნები ევროპულ ორგანიზაციების ინსტიტუციებს. ამერიკის შეერთებული შტატებმა დატოვა 66 საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს მინიშნება პირდაპირ რომ მეტი სუვერენიტეტი, მეტი დამოუკიდებლობა სახელმწიფოებს და არ უნდა მოვექცეთ გარკვეული ორგანიზაციების გავლენის ქვეშ. ხო, აი სუვერენიტეტი რო ახსენეთ, მაია სანდუს განცხადებაც მინდა რომ აღნიშნოთ, შეაფასოთ თუ და უბრალოდ აქ ანუ ჩვენ როცა მათი რეკომენდაციები მოდიოდა საქართველოს მიმართებით და იგივე ხას თქვენს რომ ანუ ჩვენ განვიხილავთ რამდენიც კონსტიტუცია არის სარჩელი და ეს სწორად ერთად შეტანილი ოპოზიცია მას გვაწოდებდა საზოგადოებას აწოდებდა როგორც უდაო ჭეშმარიტებას და მიგვიღო და რეალურად ჩვენ ხედავთ რომ ეს ორგანიზაცია გადაიქცა პოლიტიკური დაკვეთის მქონე ორგანიზაციად რომელიც აჟღერებდა გარკვეული გლობალური ძალების დღის წესრიგს და ეს გამოიყენებოდა როგორც კიდევ ერთი ზემოქმედების ბერკეტი ჩვენი ტიპის სახელმწიფოებს და მაშინ როცა ჩვენ ანუ დამოუკიდებლად თამაში გვინდოდა ისინი გვაიძლებდნენ და თავს მოეხვიათ მათთვის მისაღები ნარატივი მაგრამ დღეს შემდეგ უბრალოდ პოზიცია უნდა იყოს ასეთ ჩვენი მთავრობის რომ ჩვენ დიახ გისმენთ კითხულობთ თქვენს დასკვნას მაგრამ მოგქონდეთ ისე როგორც საჭიროა საქართველოსთვის და ქართული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე რადგან ქართული ხალხის ინტერესებზე მაღლა ვერ დადგება ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა და რეკომენდაცია მე თუ მეტეს. ხო, აი ამ კონტექსტში მაია სანდუს განცხადებას რაც ეხება მაია სანდუს განცხადებას, უბრალოდ მე მიკვირს მოლდოველი ხალხის, რომელმაც იმის შემდგომ რომ მათმა პრეზიდენტმა განაცხადა რომ თუ მსგავსი დღის წესრიგში დადგება რუმინეთს შეუერთდა თუ არა მოლდოვა, ის მიცემდა რეფერენდუმზე ხმას რომ დიახ უნდა შეუერთდა და ამის შემდგომ რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი და რომელ სუვერენიტეტზე ჩემთვის წარმოუდგენელია და მიკვირს მოლდოველი ხალხის სიჩუმე რომ ისინი ქუჩაში არ გამოდიან და არ აპროტესტებენ მსგავს განცხადებებს ეს არის ქვეყნის მტრობა და მსგავსი ტიპის ლიდერი რომელიც მოსურნია მის ქვეყანას შეუერთდეს მეორე ქვეყანას უბრალოდ არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა თავის პოსტში რომ ეს მიანიშნებს რომ მოლდოვა არ აპირებს დამოუკიდებლად შევიდეს ევროკავშირში ეს ნიშნავს გარკვეული გეგმის თითქოს გახსნიანებას. რეალურად ესეთი წინადადება უბრალოდ ეს ჰაერზე და შემთხვევით არ მოდის როგორც წესი ეს სერიოზული ინიციატივები და ალბათ სადღაც კულუარებში განხილება და შესაძლოა ანუ ესეთი დატესტვა მოხდა საკუთარი ამორჩევლის და მოსახლეობის რომ ეს აზრი რომ გაჟღერდა აბა რა რეაქცია ექნებათ და ღირს თუ არა ამ აზრის უფრო ან გავრცობა თუ პირიქით მოდი საერთოდ გავჩვით მაგრამ დღევანდელი მოცემულობა რაც მოლდოვაში არის რომ ამას რეაგირება არც თქვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან არ მოყოლია ოპოზიციური პარტიების მხრიდან და არც მოსახლეობის მხრიდან ალბათ ეს აზრები უფრო განივრცობა და უფრო ხშირად დაიწყება მსგავს თემებზე საუბარი. თუმცა მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები ვერ ვიტყოდით რომ გარკვეულწილად ამ არჩევნების საფუძველზე ქვეყნის შიგნით და არა ქვეყნის გარდა მიგრანტების მიცემულ ხმებს არ გულისხმობ ქვეყნის შიგნით ჩატარებული არჩევნების შედეგები მოწყატყობდა რომ გარკვეულწილად ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატია. რეალურად მოლდოვის შიგნით არჩევნები მოიგო ოპოზიციურ კანდიდატმა. როცა დაითვალეს უკვე უცხოეთში მიღებული ხმები, მას შემდგომ გაიმარჯვა სანდუმ და ასევე მრავალი მანიპულაცია ჩატარდა, რომელიც ანუ ესე ფართო საზოგადოება ცნობილი არ არის და ეს არჩევნები მე თუ მკითხავთ არ ასახავს მოლდოველი მოსახლეობის რეალურ არჩევანს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. დავით ჩიხელიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს ჩვენი ეთერი ამით დასრულებულია. ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში ამავე დროს ამავე არხზე შევხვდებით ერთმანეთს დროებით.